მოგესალმებით, ძირფასი მეგობრებო, და დღეს ვნახავთ რჩევას. გაშლას ველოდი ქალბატონო ნინო და როცა ვერ გებულობთ, არც მოგისმენია სინამდვილეში. უნდა ვუპასუხოთ ყველას აბსოლუტურად. არ ვუპასუხო კი არა, უნდა გიპასუხოთ. ესე იგი, ვერ გებულობ გენაცვალე ჩემს საუბარს, ვერ გებულობ ჩემი გაშლის სტილს და რატო იშლი ნერვებს, რატო წუხთები ესე ძალიან. სტადი და მოусმინე ჭიჭიკო ბიჭიკოს და გაიგებთ. და ვასილას კიდე, ვასილიო თუ რა. ვასიას. ჭიჭიკო ბიჭიკოს თემა რო არა მაქვს. აქ მე ვეღარ ხვდებით მაგდენს. ნახოთ ვისთვის არის. ქაოსი და დაბნეულობა. თან გადაწყვეტილებაც რაღაც ესეთი მომენტი არის. ხო, აქ არის კარგით ნახოთ, რჩევა უკვე მივხვდი რაც ხდება, მაგრამ აქ ნახოთ. აი რა იყო. ჩამოალაგოთ და ზოგადად ერთ რაღაცას გეტყვით. დაბნეულობა და ქაოსი ის მომენტი არის რაღაც ესეთი შესაძლებელი ადამიანი, აი გინდა რაღაც გააკეთო, მაგრამ თავს იკავებ, ან შესაძლებელია ვერ გაერკვიე რაღაცა გავაკეთო, აი დაბნეული მომენტი ყველა მიცით ეხლა რასაც ნიშნავს. აქ როცა რაღაცა გინდათ გააკეთოთ, მე ასე გეტყოდით, გააკეთეთ. ნუ ხართ რაღაც ესეთი რა ვქნა არ ვიცი, როგორ მოვიქცი არ ვიცი. ნახეთ. ნუ ეხლა მე წარმომავლობას არ ვეძებ აქ, მაგრამ რაღაცა ვინც გამახსენდა მაგიური გზიდან ხდება გონების დაბინდო, ესეთი რაღაცებიც კეთდება რომ იცოდეთ. ეს არის ზუსტად ამ პოზიციაში, როდესაც ვარდება ადამიანი, ვერ ერკვევა რა ქნას იქეთ აქეთ თუ და ამასობაში რა ხდება, იცით, მიდის ძალიან დიდი დრო. დრო მიდის, შეიძლება წლებიც გავიდეს და მე რო უკვე ან მოიხედავ გვერდით, ან მოდი დღეს ხვალ და რაღაცა დავუშვათ, შეიძლება ვინმეს რამე გაქვს გასაკეთებელი, ხო? და დღეს ხვალ და მოგწერა ადამიანმა, ან გითხრა რა ქენი გააკეთე, არ გაკეთებული, ხო? რაღაც დაბნეულობის მომენტი ვიღაცასთან. ეს არის. თუმცა მე გეტყვით, რომ აქ სახლში ჯერ ერთი რაღაცები წყლით უნდა დაასუფთავოთ, ოღონდ წყლით. ესე ტყუპამარილიანი წყალი არის. მიფიქსირდება აშკარად და ენერგიის თუ რაღაცის განახლება შეგიძლიათ სახლში რაღაცები შეიტანოთ ცვლილებები, ან განაახლოთ, ხო? თითქოს ვიღაცასთან მართლა არის რაღაც მოქმედებს. შეიძლება ვინმესთან არის ესეთი მომენტი. კი, ალაგებთ, მაგრამ მაინც დანგრეულია სახლი. ეს ენერგეტიკულ დაბინძურებასაც ნიშნავს, რომ იცოდეთ. ზოგადად. და მე ეს თქვენზეც მოქმედებს, ან გღლით ეს გარემო. ამიტომ შეგიძლიათ შეცვალოთ ბევრი რაღაცები.
რაც შეეხება თქვენ საკითხს, აქ მოგვარებელი არაფერი არ არის, მაგრამ რატომღაც სულ ნახეთ ეს წამოვიდა. რაღაც ვერ ვიტყვი, თითქოს არ ჩანს აქ დაფარული ნეგატივი. დაფარული ნეგატივი. მაგრამ აქ პირდაპირ ნახეთ, თქვენ ბევრი იდეა გაქვთ, იცით როგორ მოაგვაროთ, ამას აკეთებთ კიდეც და მოდი მიყევით. მომენტალურად უცებ სწრაფად მოაგვარებთ ამ ყველაფერს. რჩევა ეს არის. თქვენი სურვილებიც ესე რომ ვთქვათ, კი ბატონო, აუცილებლად მოწესრიგდება და ასრულდება. აქ არ გამოვრიცხავ ასევე რომ მიღეთ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? რას მოგიტანთ? რამე არ გისჩევთ ამ ადამიანთან ურთიერთობაში შესვლას. შეიძლება ვიღაცასთან ყოფილიც დაბრუნდეს რჩევის სახით თუ გაინტერესებთ, არ უნდა შეხვიდეთ ურთიერთობაში. იმიტომ ნახეთ, რაღაც არის კიდე ტყუილები და ტოქსიკურად და ენერგიას რო გაცლით, ხო? არ არის გამორიცხული ვიღაცა შეაკლდა თქვენი ენერგია. რომ ხელა თვალი აქ ვიღაცას მასქანი რა ქვია. რჩევის სახით მე ასე გეტყოდით ის საკითხები, რომელიც თქვენ მრავალი თემა არის აქ მოსაგვარებელი მოაგვარეთ. აქ რომ იცოდეთ, არ არის გამორიცხული, თუ რამე პასუხისმგებლობა გააქვთ ვალიან რაღაცა ამ ყველაფერს თითქოს ისტუმრებთ, იმიტომ რომ უკვე ფიქსირდება წარსულში. თითქოს უკვე მოგვარების პროცესში, ან უკვე დაიწყოთ მოგვარება რაღაცა, აი ეს წინსვლა მიმდინარეობს. უბრალოდ აქ მოცემული, ნახე სამუშაოც კი, რა თქმა უნდა, არის ბლომად ძალიან. უბრალოდ არა გადადიხართ აქ თქვენ ნაყოფიერებაში, ეთყობა ძალიან გაგიჭირდათ რაღაცების მოგვარებაც კი, მაგრამ ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს ვიღაცის ბრალი არის. თქვენ შეგიშალენ ხელი, ან თქვენი რაღაც ცხოვრება გეგმა სხვანაირად დაგეგმა ვიღაცამ, შეცვალეს რაღაცეები. ეხლა რა ხდება? როდესაც თქვენს ცხოვრებაში ერევიან, ხშირად ესეც არის, თუ ვინმე ფორმებს კარგავთ დაუშვათ სუქდებით ან რაღაცა, ნახეთ, თუ ვინმე ერევა თქვენს ცხოვრებაში დესტრუქციულად, ანუ რაღაცებს გიცვლიან ბედს, ხო? რასაც ჯადოს ეძახიან. ესეც იწვევს, რომ იცოდეთ ზონის კორექციას, ხო? ნაბიჯ მოგიწევთ თანაც ბევრი საქმის გადაწყვეტა. რაღაცა როგორ არის, იცი? აქ ამოვდის ბევრი საქმე. აი ერთზე დავიწყე, მერე მეორეზე გადადიხართ, მერე მესამეზე. რაღაც ესეთი მონაცვლეობა არის. ეხლა
ეხლა სხვა რაღაცა დამიფიქსირდა. ეთყობა ძალიან ბევრ რამის კეთებას იწყებთ, ან მართლა გაქვთ ესე მუზღვავებული საქმეები, რაღაცა ხდება აქ, ხო? იმიტომ რომ სხვა რაღაცებით დაიწყო და გადავდივარ სულ სხვა, ხო? ანუ აქ შეიძლება არც ასრულებთ თქვენ რაღაცა საქმეს, გადადიხართ სხვაზე. ძალიან ბევრი მონაცვლეობა ფიქსირდება ზოგადად. აქედან გამომდინარე ზოგადად რომ იცოდეთ შესაძლებელია კი ვერ დაასრულოთ რაღაცეები და ესე მოგიწიოთ მერე ეტაპ-ეტაპად, ხომ? ისე მიუბრუნდეთ მერე ძველს, მერე ასეთი მონაცვლეობა დამიფიქსირდა აქ და არეულდარეულია ყველაფერი და სიმართლე გითხრათ მე აქ ვხედავ აშკარად რომ ბევრ საქმეს ხართ მოდებული. კი ბატონო რაღაცები გამოგდით, მაგრამ აი ესე ეტაპობრივად. ზოგადად უმჯობესია ერთი რაღაცა დაასრულოთ, მერე მეორეზე გადახვიდეთ, მერე მესამეზე, ხო? მაგრამ ზოგჯერ არ იცით ის დრო. ამიტომ ეს თქვენ თვითონ დაარეგულირეთ. თუ არის შესაძლებელი, შეეცადეთ ერთი საქმე დაასრულოთ და მერე გადახვიდეთ. ამიტომ მუზღვავებული ისინი მიფიქსირდება საკითხები ან საქმეები ან რაღაც ბევრი და ერთი არ არის ეს. შეიძლება აქ იყოს სახლი, სამსახური, რა ვიცი, რაღაცა შენი ჰობი, იდეა, მეგობარის, რაღაცა პრობლემა, იმის პრობლემა, ან რაღაცა ბევრი, შეიძლება 5 მაღაზია გაქვთ აქ რაღაცას არ არის გამორიცხული, ხო? ესეც არ არის გამორიცხული. რა ვიცი, ეს იყო გისურვებთ წარმატებებს.